იყო ესეთი სიმღერა დამწუხრებულ ზუგდიდში სიკვდილივი დადიან ჯავას მხედრიონი და კიტოვანის გვარდია. ეს ისმოდა ქუჩაშიც და რადიოშიც და მანქანაშიც უბრალოდ მანქანაში რადიო ქონდა ჩაწერილი ქონდა კასეტებზე თუ რა ვიცი. რა მოხდა დარჩელში. მოკლედ დარჩელში იყვნენ საკაჩაყოდ დავარქვათ X ჯგუფი. როგორ არის იცით, აი ვერ ვიტყვი რომ კონკრეტულად ჯაბას ხალხი იყო. ყველა ჩამოდიოდა. ჯგუფები შეიკრებებოდნენ მანქანას და თქვა მიადგებოდნენ ვიღაცას. თუ დაიჭერდა პოლიცია, მე ირკვეოდა რომ შეიძლება სხვა რაიონის ყაჩაღი იყო. მოდავარქვათ ასე. და არა თქვა საერთოდ არ ურთიერთობა არ ქონდა არც სამეგრელოსთან, არც ჯაბასთან, არც გვარდიასთან, არც ზვიადისთან. იყვნენ ასეთებიც. მოხდა ყაჩაღობა. შემოაკვდათ ერთ-ერთი და დოდო გუგეშაშვილი ტანკით ჩავიდა ზუგდიდში, იმაში დარჩელში. გაყვა კუკური ადამიანი და თქვათ ის ადამიანები, ვინც იყო დაახლოებული, თქვათ ამ მხედრიონთან და ჯაბასთან და ეს რა პერიოდია? 93 თუ 14 წელია, 14 წელია მე მგონი უფრო რა. 13 წელი, 93-ია რა. თუ შემეშალა ბოდიში. და ნუ წამოიყვანეს დოდო და უთხრეს რომ ნუ გააკეთებ ამას, მაგრამ ახლა უკვე დაახლოებით 15 თუ 18 სახლი უკვე გადამწვარი იყო. გადაარჩინეს დოდო ასე ვთქვა, ჩასვეს მანქანაში და წამოიყვანეს და გაარიდეს იქაურობას. ეს სახლი ვინ გადაწვა? დოდოს ხალხმა გადაწვა? ნუ ვერ გეტყვი ახლა, არ ვიცი. შევარნაძე ამბობს ერთ-ერთი მასში მაგაზია საუბარი ისეთი, ხო? ხო, ნუ არ ვიცი ვისი ხალხი იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დოდო ჩავიდა იქ გასარკვევად ალბათ ტანკით. ხო და ჩავიდა დოდო, ჩაყვა პოლიციაც და კუკური ადამიანები. დოდო რო ჩავიდა მის ფერად გადაიწვა ეს სახლები თუ მანამდე? არა, ნუ ახლა ვერ გეტყვი ზუსტად ხა დოდომ ესროლა თუ არა რომელიმე თქვა ან ავტომატი ან ასაფეთქებელი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დაწყებული იყო დაწვა და დოდო გამოარიდა იქაურობას, რომ იქ არ ჩაეკოლა ხალხს. და მე ის ჯგუფი თქვა, ვინც იმ პერიოდში თავის ტანკიანა გაიყვანეს სამეგრელოდან. ჯაბა ხშირად ჩამოდიოდა, ქონდა შეხვედრები, თქვა. მე უკვე ვის ხვდებოდა ამ დროს ზუგდიდში ჯაბა? ხელისუფლებას. ალბათ კიდე ვიღაცებს, ვისაც უნდოდა შემორიგება. და იყო ბევრი ასეთი. ბევრი არ გდებოდა და ვინცაც არ მოსწონდა, მე შემიძლია ასე ვთქვა. შეიძლება ცუდად მკაცრად შევაფასო, ვისაც არ მოსწონდა იქაური ცხოვრება, გაერიდა. ან თბილისში წამოვიდა, ან სხვა ქალაქში ცხოვრობდა. თავისი წარსულის და თავისი თქვა რეალისადმი, ან თქვა ამ ეროვნული მოძრაობისადმი დამოკიდებულების გამო და მე პატივისცემ ამ ადამიანებს. არ ჩართულან არც იმაში, რომ სამსახურში მიმიღე რიგები იდგა ხოლმე დიშერთან, იქით გივი ლომინაძესთან, იქით პოლიციაში, მაგრამ გაერიდნენ.